თქვენ ჩაფიქრებული საახალწლოდ გაგიკეთებთ თუ არა რაიმე სახის საჩუქარს, აირჩიეთ ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო. ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, გეტყვით, რომ შესაძლებელია გამოჩნდეს ეს ადამიანი და მოვიდეს თქვენთან ახალ წლის დღეებში, მაგრამ თითქოსა თქვენ არ სხვა რაღაცას ელოდებოთ და ცოტა იმედი გაქვთ გაცრუებული, შეიძლება საჩუქარი არ იყოს და უბრალოდ მიმოწერა იყოს და ეს არც არ იგქვათ, რომ რეალურად რაიმე მნიშვნელოვანია მისგან და ამიტომ ცოტა იმედგაცრუებულ ენერგიებში გხედავთ. მეორე ვარიანტის შემთხვევაში ვეტყვი, კი, აქ ადამიანი აუცილებლად გამოვა და საჩუქრითაც და რაღაცა შანსივით და შემოთავაზებასავით გაძლევთ. შეიძლება იყოს მისგან შემოთავაზება თუნდაც ერთად შეხვედრის საახალწლო დღესასწაულის ან რაღაცა ძალიან ძლიერი ემოციური სახის შემოთავაზებითაც კი მოვიდეს თქვენთან მეორე ვარიანტის წარმომადგენლები და ეს შეიძლება სიყვარული, დადებითი ენერგიები სითბო მოგცეთ და გაგიზიაროთ. მესამე ვარიანტს რაც შეეხება აქაც ფიქრობ, რომ არის შანსი გამოვიდეს ეს ადამიანი კონტაქტზე და მოგცეთ რაღაცა სახის საჩუქარი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აი რაღაცა ნივთი იყოს ან მაინც მატერიალური ფასეულობა, აქაც უფრო ემოციებთან მოვდივარ, შეიძლება ჩათვალოს, რომ აი ის რომ მოგწერათ და ისო დაგეკონტაქტათ, მისგან ეს უკვე საჩუქარია, იმიტომ რომ ემოციურად თქვა ყურადღება მოგაქცია და მისი მხრიდან ეს უკვე ძალიან დასაფასებელი იყო, თორე როგორც ესეთი აქ მატერიალურ საჩუქარზე და ფასეულობაზე არ არის საუბარი მესამე ვარიანტთან.